წელიწადში მოხდა და სწორედ იქ შეიქმნა პატარა გოგო. ქერა ხაულის მით სახელად ნინი ციკლაური. ამას მოყვა სახელად ნინი ციკლაური. ამას მოყვა ბევრი წარმატება და აღიარება და რაც ყველაზე მთავარია, ხალხის უდიდესი სიყვარული. შემდეგ მოვიდა ამერიკა და ქართული ემიგრაცია, რომელმაც შვილივით მიიღო. 2017 წლიდან სათავეში ჩაუდგა არაჩვეულებრივი გამორჩეულად ნიჭიერი ბავშვების ვოკალურ სტუდია ციცინათელას, რომელიც გახდის დღიდან დღემდე ყველაზე მეტ ქართულ ბავშვს აერთიანებს. მათ აყვარებს ქართულ მუსიკას, სიმღერას, კომპოზიტორებს თუ შემსრულებლებს. ბავშვები, რომლებიც ქართულად გამართულად ვერც საუბრობენ, ღერიან მშობლიურ ენაზე და მღერიან გულით. ბევრი სირთულის გადალახვის შემდეგ დღეს უკვე შემდგარი, ამაყი და ძლიერი დედა. ძლიერი საკუთარი თავით, შვილებით და საქმით. სამწუხაროდ, ჩვენი ნომინანტი საპატიო მიზეზების გამო ვერ არის აქ, მაგრამ მოდი ახლა რადგან ბოლო ნომინანტია და აქ არ არის, ისეთი ტაში დავუკრათ, რომ გაიგოს იქ. ნინი ციკლაური! ნინის ჯილდოს გადასაცემად და ნინისთვის ჯილდოს დაზარალებლად სპეციალურად ხომ მის მეგობრს ჩვენს მეგობრს ანსამბლიანის სოლის გელა ბონაძეს. ჩვენთან გეოცავ დაბადების დღეს და ხოდორების სიტყვა მოგხსენოთ. სასურველია დაბალ რეგისტრში როგორც ვერი ხარ მიკროფონს არ აყოფა ისე რომ ვესაუბრ, ამიტომ დაბალ რეგისტრში ვესაუბრ. ისმით. უპირველეს ყოვლისა, კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია თქვენ წინაშე დგომა და თქვენი, რა თქმა უნდა, გულის გახარება. რაც შეეხება ნინის, მე ვიტყვი პირველ რიგში იმას, რომ არის ბრწყინვალე, არაჩვეულებრივი ადამიანი, არაჩვეულებრივი დედა, არაჩვეულებრივი მეუღლე, არაჩვეულებრივი მეგობარი, რომელიც მართლაც, როგორც პირდაპირ მინდა ვთქვა, უფლის საჩუქარია მასთან ურთიერთობა. მართლაც რომ ძალიან სერიოზული, ძალიან დიდი და ძალიან პრობლემებით ახსავსი გზა გაიარა მან ამერიკის შეერთებულ შტატებში და მინდა ვთქვა, რომ მან იგი გაუმკლავდა ყველა სერიოზულ პრობლემას და დღეს დგას, რა თქმა უნდა, იმ საპარაჯოზე, რასაც ქვია ქართული ბავშვების აღზრდა, ქართული სიმღერის შესწავლა, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, გავიხსენებ. დიდი ბატონ ანზორ ერქომაიშვილის სიტყვებს, თუ გინდა რომ ქართული სიმღერა გადარჩეს, იგი უნდა გადასცე მომავალ თაობას. ეს გოგო ამას აკეთებს ღირსეულად. და ჯერჯერობით მხოლოდ ქართულ სიმღერებს ასწავლის მის სკოლაში და მინდა ნინის უღრმესი მადლობა გადავხადო მის მშობლებს და რა თქმა უნდა მას პირადად და წარმატებები უსურვო. ნინი ძალიან მიყვარხარ და პატივია ჩემთვის. მინდა მოგწესება და მინდა რომ მოგწესება. დიდი წარმატებები შემოგვიყვარხარ. აგობა ხადია გადაეცემა ეს ჯილდო და ახლა დავეთანხმებით დღევანდელი დღე არის ძალიან დიდი ემოციებით სავსე.